ხართ ძალიან მაგარი ქართველი და ძალიან კარგი და ღირსეული და მე ჯერ მამა ჩემის გამსმენია და დედა ჩემისგან რომ თქვენ აი მართლა ჯერ არაჩვეულებრივი სპორტსმენი ვსჯანდებოდით არაჩვეულებრივი და ხართ რაღაცეთი კოლორიტული ფიგურა ხო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 ხoq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 o
დაიწყო ხო და რატო თქვი რა დღეს არა ნუ რაღაც ჩემ თაობაში კი ალბათ ახლა თუ ვიყურებენ ბევრი მიცნობს მაგრამ აი მე და მე ხო მე მაინც ისეთი აქტიური არა ვარ რომ ჩამდე ტელევიზიებით რაღაცა და აი მხოლოდ ამიტომ ავწევი და აი რაც შეეხება რომ აი ახლა დაიწყო და აი მხოლოდ საქართველოს ახლა იწყება ახლა რა მინდა ვთქვა რომ აი სპორტ დეპარტამენტი ორი გადასავალი ხელმძღვანელია ნამგალაურია და იქ გია გალდავა კარგად ხემდა რაზეც არ მიხვალ დაგეხმარებდა შარშან მე მაგალითად მომიწია ამათთან ერთად მუშაობა მთხოვეს დახმარება ვეხმარებოდი და არაჩვეულებრივი პიროვნებები არის არა მგონია რომ იმადგან მოდიოდეს რაღაცა ზევიდან არის დავალება გოგი ოლიმპიური ჩემპიონების სურათები არის იმაში სისტემა და არის 2004 წლის და 2008 წლის კითხებით ბევრ ქვეყანას შეშურდება აი ესე პატარა რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი იყო ბევრ მაგრამ აი რატო 2004 და სანეევის სურათი არ უნდა იყოს და გივი კარტონის და უამრავი ახლა ვერ ჩამოვთვლი ყველას აი რატო ეხლა მეტყვის ვიღაცა რომ იცი რა ამისათვის არის სპორტის მუზეუმი მაშინ თუ მუზეუმი და აი ახალი უნდა იყოს ბოლო იყოს და ის 2004 გადაიტანონ მუზეუმში აი რა ხდება ვერ გამიგია საინტერესო 4-დან რატო დაიწყეს 3-ში არ მოვიდნენ ხო მაგრამ ოლიმპიური თამაშები 4-ში აკაც მაგრამ მანამდე შეეძლო დაემთხვა ეგრევე სამწუხაროდ აი რატო არანაირად არ მისმის აი ჩემთვის ეს ჩინურივით არის რა აი რატო იწყება 2000 არ იმიტომ ყველაფერი იქიდან დაიწყო ეხლა თქვენ ახსენეთ პატრიოტიზმი ვიცი რა აი უკვე მერამდენე სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ეხლანდელს არ ვიცი თუ არა ყოფილი სამდენო ვისაუბრეთ ვიცით რა იდეოლოგია გვჭირდება იდეოლოგია არის ჩამოსალე ხა მე არა ვარ ამის მეცნიერები არიან მეცნიერები მეცნიერმუშაკები სპორტის თქვათ იქ ინსტიტუტიდან ვინ სპორტში ერთ-ერთი მე მგონია რომ ქვეყანასაც არ აქვს ეს იდეოლოგია იდეოლოგიის გარეშე წარმოუდგენელი ეხლა რომ ვამბობთ საზღვარი კომუნისტებს ჰქონდათ იდეოლოგია რა ხდებოდა მაშინ იდეოლოგია იყო აბა რა იყო რომ იმ ქვეყანას სამხედრო ძლიერების სპორტისა და კულტურის გარდა არაფერი არ ჰქონდა ნუ ყველაფერში ყველაზე ჩამორჩენილები ვიყავით მაგრამ უმაღლეს დონეზე ჰქონდათ სამხედრო ეს მე აი ეს ჩემი აზრია რომ ერაყისა და კუვეითის ომის მერე გამოჩნდა რომ ამერიკელები არიან წინ თორემ მანამდე ძალიან ეშინოდათ რუსების სამხედრო შეერაღების სამხედრო იყო მაგარი კულტურა იყო ჩვენც არ შეეშინა მარტო დღევანდელ სწავლობაზე ხო კულტურა იყო უმაღლეს დონეზე და სპორტი ეს რატო ხდება ქვეყანას მიდგომა ქონდა ესე და რატო იმიტომ რომ უნდათ მსოფლიოსთვის დაემტკიცებიათ რომ სოციალიზმი ჯობია კაპიტალიზმის ამიტომ სახელმწიფო მიდგომა იყო სხვანაირი ეხლა იცით აი შედარებისთვის ვთქვათ კვალიფიცირებული ინჟინერი ან ექიმი სადღაც 160 მანეთი მაქსიმუმ 180 მანეთს ღებულებდა როცა წვრთნელი ხო მე იმ პერიოდში მწვრთნელი მუშაობდი 320 მანეთი მქონდა ხელფასი კარგი ექიმი და ინჟინერი ღებულობდა 180 ჩვენ სახელმწიფო მიყვებოდა ეს თავისთავად რაღაცა იდეოლოგია იყო ხო რომ აი გამოჩენილი იყო დღეს საქართველოში იდეოლოგია მე მგონი რომ ქვეყანას არ აქვს და სპორტში არ არის მაგრამ კომუნისტებმა მე ვფიქრობ რომ ამას უფრო შემდგომ ეტაპზე მიაღწია, შემდგომ ეტაპზე დაიხვეწა, თორე როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ, მაშინ სხვა რაღაცა ხდებოდა. მე ვფიქრობ, რომ
რაღაცით მაგონებს, აი იმას, რასაც ბებია ჩემი მიყვებოდა, რაც წამიკითხი, აი ბოლშევიზმს მაგონებს, რასაც ეს მთავრობა აკეთებს, იმიტომ რომ აი იგივე ვთქვათ, აი რითაც დაიწყეს. აი მოვიდნენ პირველი დაიწყეს რაც ყველაზე ძლიერი იყო, ხო, ნაციონალური ფასეულობების შელახვა დაიწყეს. დაიწყეს ღმერთო მაპატია ეკლესიის რაც ყველაზე ძლიერია საქართველოში. დაუწყეს მოაზროვნე ადამიანებს ბრძოლა. და ჯერ ერთი აი ის ბრძოლა რაც წავიდა, რომ თქვენ ხართ საბჭოთა გადმონაშთი. ნუ ფიზიკურად მე საბჭოთა კავშირის დროს ვარ დაბადებული და ბევრი 20 წლის ბავშვი გაჩნდა დღეს საბჭოთა კავშირში. რის დროს იყო ხო გაჩენილი? არა, მე თვითონ ბოლშევიზმის რეანიმაციაზე ვიფიქრობ ჩვენ. ნუ ეს ძალიან ცუდი პერიოდი იყო, ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ დაანგრიეს ქვეყნები და ძალიან ბევრი ცოდვა აქვს ბოლშევიკებს, ხო? უდიდესი, მაგრამ ხომ მიეწყათ მათ? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს მე მგონი ახლა რასაც იმედო ლაპარაკობს. ეს ერთ-ერთი თემაა რა, დღეს არც არ არის იდეოლოგია. არც ეკონომიკაში. რეალობაა ეს რა. რაღაცა გვაგასაკეთებელი თქვა, სოფელში რა გავაკეთოთ, მრეწველობას რა ხელი შეუწყოთ, სპორტი არის, ხო, ჩვენ ისე გვჭირდება რაღაც, იმიტომ რომ სპორტი არის ყველაზე სწრაფად აღმოაჩენს ქვეყანას. ბევრმა არც იცის საქართველოს, ხო, თქვენ იცით უცხოელების განათლება რა ვიწროა და ძალიან ბევრი შემხედრია, რომ სად ახარ და ვინ ახარ. ესეც არის. მაგრამ უკვე სპორტი არის ყველაზე სწრაფად, ყველაზე, ესე იგი, კარგად გააჟღეროს შენი ქვეყნის. დღეს სპორტით არის დაკავებული მთელი მსოფლიო, ხო? ამიტომ ეს ისეთი იდეოლოგიური პერკეტია, ხელოვნება, სპორტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გავს, მაგრამ მეცნიერებას, თქვათ, რაიმე რომელიმე სხვა ძალიან ბევრი ჭირდება, ბევრი დრო ჭირდება, რომ თქვათ, ეინშტეინი გამოშე საქართველოში რომელიმე სხვა მაგრამ სპორტში მალე შეიძლება ამას მივახციოთ, თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის დიდება, ჩვენი ქვეყნის აღიარება. სამწუხაროდ ეგაც არ ხდება. სპორტი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საქართველოში და სხვა თემაა ალბათ ახლა ამას უფრო იმედო ილაპარაკებს ამ თემაზე, მაგრამ ეგაც ერთ-ერთი საფიქრალია. სპორტს შეუძლია ძალიან მალე მით უფრო ქართველებს გვაქვს გენში თქვა ახლა იმედომ იმდენი ჩემპიონი ყოში რომ ამ პატარა ქვეყანას ალბათ ძალიან ცოტა მოინახება. ძალიან ცოტა მოინახება. არც არავინ არ მოინახება. აი ჩვენი პროცენტულად აი ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ყავდეს, ან ამდენი მსოფლიო ჩემპიონი, ამდენი პრიზიორი, არ არსებობს ესეთი ქვეყანა.